როგორ აფასებ დიდი აბრეშუმის გზის ისტორიულ მნიშვნელობას თანამედროვე პერსპექტივებს მსოფლიო პოლიტიკისთვის ამ სრულიად ქაოსურ და არეულ ვითარებაში? ქალაქი სიანი ჩინეთში 6 სხვადასხვა დინასტიის დროს ჩინეთის დედაქალაქს წარმოადგენდა. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 140 წელს ჩინეთში ხანის დინასტიის დროს ჭანგ-ციენი ჩანგანიდან, ამჟამინდელი უკვე შანსის პროვინციის ქალაქი სიანიდან გაემგზავრა და აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის დამაკავშირებელი გზა გახსნა. ათასობით წლის განმავლობაში უძველესი აბრეშუმის გზა ხელს უწყობდა ევრაზიის ქვეყნებს შორის ვაჭრობას და აღმოსავლურ და დასავლურ ცივილიზაციებს შორის მიმოცვლას. ამ პროცესის დროს საქართველო თავისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის გამო უძველეს აბრეშუმის გზაზე მნიშვნელოვან წერტილად იქცა. შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთს საქართველო და მათი ხალხები სწორედ უძველესი აბრეშუმის გზის წყალობით დაახლოვდნენ და დამეკობდნენ. დღევანდელი მსოფლიო გაურკვევლობით ასავსე ისეთი მწვავე საკითხები, როგორიცაა უკრაინის კრიზისი და შუა აღმოსავლეთში არსებული ვითარება, საერთაშორისო სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების შეფერხებას იწვევს, რის გამოც ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ. ჯერ კიდევ 2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა წამოაყენა სარტყლისა და გზის ინიციატივა, რომელსაც მრავალი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს გამოხმაურებაც მოჰყვა. აბრეშუმის გზის სულისკვეთების ბირთვია მშვიდობა და თანამშრომლობა, გახსნილობა და ინკლუზიურობა, ურთიერთსწავლება და საერთო სარგებელი. ჩინეთისა და მრავალი პარტნიორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით სარტყლისა და გზის ინიციატივა პოპულარულ საერთაშორისო პროდუქციისა და თანამშრომლობის ერთგვარ პლატფორმად იქცა.